თქვენ ახლა უნდა მოგიყვეთ ისტორია, რომელიც დაახლოებით 14 წლის ასაკში გადამხდა და ეს არის ნათელი მაგალითი, როგორ არ უნდა შეეკვეხო და ჩაეკვეხო იქ, სადაც არ არის შენი საქმე. მოკლედ, მივდიოდი თეატრალურ სტუდიაში და ეხლა მაშინდელი 14 წლის ბავშვები, მართლა ბავშვები ვიყავით. და ვხედავ, რომ ახალგაზრდა გოგოს უკან მისდევს ბიჭი. და უბრალოდ კი არ მისდევს, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ ან ჩანთის გატაცება უნდოდა, ან რაღაცის წართმევა უნდოდა და მე რატომღაც გადავწყვიტე, რომ ვიყავი გმირი და ავედევნი ამ გოგონას. იმდენად სწრაფად მიდიოდნენ, რომ ვერანაირად ვერ წამოვეწიე. მახსოვს ფეხს ავუჩქარე ისე, რომ უკვე გავრბოდი ჩემი ჩანთით, რომ მხსნელი მოვევლინი ამ სამყაროს და გადამერჩინა ეს გოგო. გავცდი ჩვენ სტუდიას, არტოს ბაღს, თან შიშმა ამიტანა, იმიტომ რომ ესე დამოუკიდებლად იმ ტერიტორიის იქით არ დავდიოდი ხოლმე და ვიფიქრე არ დავიკარგოთქო. და როგორც იქნა გულგახეთქილი მივასკდი ამ გოგონას და ძალიან დიდი სიხარულით ვუთხარი, რომ ვაიმე თქო ვიღაც ბიჭი თან ძალიან მეშინოდა, იმიტომ რომ მეთქი რამე არ ჩამარტყას ამ ბიჭმა. მე იმ პერიოდს მივეკუთვნები, როცა აქტიურ ფაზაში იყო გადასული ფანარი, ლამპა, დახვედრა ქურთუკის წართმევა, თავში ჩარტყმა, აი ყველაფერი რომ ძალიან აქტუალური იყო. მოკლედ მივედი მივასკდი ამ გოგოს და ვეუბნები, რომ იცით რა უკაცრავად თავი ხარ სუნთქავ. უკაცრავად აი ნახეთ ის ბიჭი მოგდევ და ფრთხილად იყავ. მე მგონი ამის წართმევა უნდა, იმის წართმევა ვეღარ სუნთქავ. და მომიბრუნდა ეს გოგო თავშვიდდი. და მე მიერი, რომ გადავარჩინე ერთი ადამიანი და რატომ მომსდევ. მე ვთქვი ქურდია თქო და შევამჩნიე თქო. ქურდი კი არ არისო შვილო. ამის ვუყარვავ და კუჩი დამდოს და ვით კითხავს შენო. აი ესე. დავჭი გამობუნძულებული. არა და დედას გეფიცების მთელი არსებით მჯეროდა, რომ ეს ბიჭი სხვა მიზნით მისდევდა, ანუ დღემდე ესე მჯერა, რომ სხვა მიზნით მისდევდა. არა და თურმე უყვარდა უბედურს.